წამლები, რომლებიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, მომავალი წლიდან ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედება. მოქალაქეები ექიმის რეცეპტის გარეშე მეორე ჯგუფის მედიკამენტებსაც ვეღარ იყიდიან. ამ ჯგუფში ანტიბიოტიკები, გულსისხლძარღვთა დაავადებების საშუალებები, ჰორმონული და ონკოლოგიური პრეპარატებია. შესაძლოა სიასწნეების მარეგულირებელი წამლებიც დაემატოს. მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის პირველადი ჯარიმა 1000 ლარია და მას აფთიაქი გადაიხდის. რამდენიმე ათასი დასახელების მედიკამენტს 1 იანვრიდან მომხმარებლები ურეცეპტოდ ვეღარ შეიძენენ. კონკრეტული შეზღუდვა პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტებს შეეხება. რეცეპტებით გაიყიდება გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი წამლები, მათ შორის წნევის მარეგულირებლებიც, ჰორმონული, ონკოლოგიური პრეპარატები და ანტიბიოტიკები. აუცილებლობა პირველ რიგში გამოწვეულია სააფთიაქო, ეგრეთ წოდებულ სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით და მეორე რაციონალური ფარმაკოთერაპიის მიღწევის მიზნით, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მკურნალობის პროცესში სამკურნალო საშუალებებზე დანახარჯი. აკრძალვები დაწესდება არასრულწლოვანებზე წამლების მიყიდვაზეც. სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეცეპტის შემოღება გამართლებულია, თუმცა არა მომხმარებლების ფინანსების ხარჯზე. ეს პრობლემა, რომ რეცეპტის შემოღება გამოიწვევს ავტომატურად დანახარჯების გაზრდას, გარკვეულწილად მას აქვს უფლება, რომ ეს მოსაზრება არსებობდეს, თუმცა იგი მყარ საფუძველს არ ემყარება. არსებობს კვლევა, რომ ექიმთან მისვლის შემდეგ პაციენტი ნაკლებს ხარჯავს მედიკამენტზე, იმიტომ რომ უფრო რაციონალური დანიშნა ხდება. აქედან გამომდინარე, წამლის რაციონალური მოხმარებით ზოგადად საზოგადოება დახარჯავს ნაკლებს წამალზე, თუმცა კი ამ დანაზოგიდან შეიძლება მოუწიოს ნაწილის გადახდა ექიმთან მისვლის დროს. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებაზე უკვე მუშაობენ პარლამენტში. კანონმდებლების შეზღუდვის შემოღების აუცილებლობას ნარკოდამოკიდებულების გაზრდილი რაოდენობით ხსნიან. მეორე ჯგუფის პრეპარატებში, აი მაგალითად ანდანტე, მაგალითად მოიყვანეს, ეს არის საძილე საშუალება, მაგრამ გადაჭარბებული დოზებით მისი მიღება იწვევს ნარკოტიკულ თრობას. და ეს ძალიან ხელმისაწვდომი იყო და პოპულარული ახალგაზრდებში, ამიტომ მისი შეძენა აბსოლუტურად არავის პრობლემას არ წარმოადგენდა. გაითვალისწინოს მთავრობამ და მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ექიმთან ვიზიტი იმისათვის, რომ ვთქვათ, მედიკამენტი გამოწეროს და პირველ ჯანდაცვაში კონსულტაცია კონდეს, მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი და იყოს ფინანსურად, როგორც გითხარით, ნაკლები ტვირთი მოსახლეობისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციას უკვე მოყვა არაერთგვაროვანი შეფასება მოქალაქეებში. ურეცეპტოდ არ უნდა გაიყიდოს. იმიტომ რომ 1000 რაღაცეები რო იყიდება, რა ქვია. ბოდიში და ნარკომანები რო იყიდულობენ და სვამენ. რა თქმა უნდა გაართულებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ოჯახის ექიმმა უნდა დაგთოს მაგისნება. ოჯახის ექიმთან მისასვლელად კიდე არის დრო საჭირო და არის კიდე იქ ვიცი, როგორც ვიცი, არის რიგები, რაც ეს საყოველთაო დაზღვევაა. კანონში ცვლილების შემდეგ აფთიაქებისთვის დაწესდება სანქციებიც. პირველ ჯერზე ჯარიმა 1000 ლარი იქნება. განმეორების შემთხვევაში თანხაც გაორმაგდება. დარღვევის მესამედ დაფიქსირების დროს კი ფარმაცევტულ კომპანიას საქმიანობა შეუჭერდება.